აი ეს გადაწყვეტილება პოლიციაში აიყვანონ პირები, რომ ზარუთა გამოცხადება არა, ზარუთა განათლება არა აქვს და სანდონი არ არიან და ღმერთმა უწყობს როგორ მოიქცევიან, როცა ფორმა ჩაიცვენ და იარაღს აიღებენ, მეტყველებს რამდენად ავტორიტარიზმს უჭირს და ბრძათა ნებისმიერი გზით დაიცვას თავი. განცდა იმისა, რომ ხვალ ბრუნდება ეს პერიოდი 90-იან წლებში, სადაც ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები მართავდნენ საზოგადოებას და ეს მართლაც იყო ხედრიონი, მაგალითად. ჩვეულებითი სამართლის ფორმა იყო ქურდული სამართალი, როცა საბჭოთა სასამართლო არ არსებობდა, ვერ არსებობდა, ვერ ფუნქციონირებდა, ადამიანები მიდიოდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდებთან და იქ აგვარებდნენ როგორც წესი ქურდული სამართალი უფრო ეფექტური იყო, არასამართლიანი, მაგრამ ეფექტური ნამდვილად იყო. ამიტომ ხშირად ამიტომ ქურდული სამყაროს მიმართ არსებობდა რაღაც გარკვეული პიეტეტი, რაღაც გარკვეული თუ შეიძლება ასე ითქვას რომანტიკული დამოკიდებულება და ასე გამოვიდა მთელი თაობა საბჭოთა გვიან საბჭოთა კავშირიდან, როცა უვარგისი კომუნისტური რეჟიმი იყო და ამ ფონზე რაღაცა ქურდული სამყარო მაინც რაღაცა სამართლიანობის რაღაცა ფსევდო კვაზი განწყობებს ქმნიდა და მაგრამ როგორც კი ეს საქართველო გახდა დამოუკიდებელი და შევედით დამოუკიდებელ რაღაც გარკვეულ გადავწყვიტე ევროპულ გზას დავდგომოდი და რაღაც გარკვეულ რეფორმებს ჩაგვეტარებინა, ეს უკვე გახდა მუხრუჭი. ამიტომ საჭირო გახდა სასტრაფო რეფორმები და განთავისუფლება, თქვათ ასე, ამ კრიმინალური აზროვნებისაგან. რატოა საჭირო პოლიციაში ფილტრი? როცა ღებულობ, რომ სწორედ კრიმინალური აზროვნის ადამიანი არ მოხდო. პოლიციაში არის ძალაუფლება, ნებისმიერ პოლიციას ფორმაცია, იარაღია და ქუჩაში დგას, მას არნახული ძალაუფლება აქვს, ვიდრე ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მის გვერდში ჩაივლის, არა? ამიტომ რა თქმა უნდა, პოლიცია მაგნიტივით იზიდავს კრიმინალური აზროვნების ადამიანებს. მე ჩავისვებ ფორმას, მე მექნება იარაღი, კარგად მოვიქცევი, ზოგჯერ როგორც მინდა ისე მოვიქცევი. ანუ ამიტომ საჭირო ძალიან კაცრი ფილტრი, რომ ესეთი ადამიანები პოლიციაში არ მოხვდეს. აი ეს ფილტრი იხსნება. დღეს ყველაფერი არის გადასული დაღლასზე. ივანიშვილმა ხო არ თქვა მომიტინგეები ისინი არიან ვარია, თამაშავები არა? თქვა რომ გიარო ნამდვილად უნდა ჩვენ თავი ამოცანა დაღლა არის მათიო. ეხლა უნდა დაუმტკიცოთ, თუ მინდა იღლა, ეხლა უნდა დაუმტკიცოთ, რომ ისინი დაიღლებიან და არა ჩვენ. მოწავადე მოხალატეებო! ბავშვობაში ჩაგრავდნენ! მე მეშინია რომ ავტორიტარული რეჟიმი გახდება უფრო მკაცრი, მაგრამ იმდენად სუსტი რესურსები აქვს, რომ მკაცრი კი არ უფრო სასაცილონი გახდებიან. და კრიმინალები უკვე კიდე მეტად გაასასტიკებენ რეჟიმს და კიდე მეტად წინამორბედება კიდე მეტი იქნება. ანუ მაშინ საზოგადოება დაინახავს, რომ ნამდვილად არსებს საფრთხე კრიმინალური ხალხის მოსვლის. ისინი ვერ მოვლენ, მაგრამ ამის საფრთხე გაჩნდება, რაც საზოგადოებაში გამოიწვევს მეწინააღმდეგობას. ჩვენ უკვე გამოსლება გვაქვს ხედრიონის. ამიტომ საზოგადოება გაცრელი ამაზე. ამიტომ ის აღარ დაუშვებს ხელმეორედ აი ასეთ ექსპერიმენტების ჩატარებას. რეჟიმის აგონია ეს, მაგრამ საზოგადოება რა თქმა უნდა წვალობს და მთელი ჩვენ ტრაგედია ქართული დღეს არის ის, რომ ჩვენ ყოველ ესეთ ნაბიჯით კარგავთ ევროპას. ანუ სადღაც 5-6 წელიწადში ევროპა უკვე ძალიან შორს იქნება ჩვენგან. უნდა გავაოცოთ თავიანთ ოცნებაში და უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ ვიღლებით. ჩვენი სიმდიდე ხალხია მხოლოდ, აი ეს ხალხი დღეს ქუჩაშია განსაკუთრებით.